ტრიპოლში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სავარაუდოდ დღის ბოლოს დაბრუნდებიან. ისინი მთელი ღამე ელოდებოდნენ ტრიპოლში საჰაერო სივრცის გახსნას, რათა კომპანია Turkish Airlines თვითმფრინავს სპეცრეისი შეესრულებინა და საქართველოს მოქალაქეები ლიბიიდან გაიყვანა. 4 ქართველი, მათ შორის 2 ქალბატონი ტრიპოლის სასტუმრო რიქსოში იმყოფება, რომელსაც სამხედრო ქვედანაყოფები იცავენ. ისინი ლიბიაში ერთ-ერთი თურქული კომპანიის დაკვეთით მუშაობენ. ტრიპოლთან როგორც სატელეფონო, ასევე ინტერნეტ კავშირი ისევ გაწყვეტილია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ტრიპოლში უსაფრთხოდ არიან და მათ სამშობლოში დაბრუნებას თურქული კომპანია უზრუნველყოფს, რომელმაც ქართველების სამუშაო დაიქირავა. ამაზე საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს თავი შეიკავონ იმ ქვეყნებში გამგზავრებისგან, სადაც არასტაბილური ვითარებაა. ხა 4 ქართველი, რაც ჩვენ ინფორმაცია გაგვაჩნია. უნდა აღინიშნო, რომ ეს ინფორმაცია ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი არხებით, ანუ ჩვენ მოქალაქეებს ჩვენთვის დახმარებისთვის არ მოუმართავთ. შესაბამისად დახმარებას მათ უწევთ, როგორც ჩვენ ვიცით, თურქული კომპანია, რომლის თანამშრომლებიც ისინი არიან და სავარაუდოდ დღეს უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში.